უკრაინის აღმოსავლეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ოდესაში 1000-მდე პრორუსულად განწყობილი მოქალაქე შინაგან საქმეთა სამმართველოს ბლოკირებას ახორციელებს. დონეცკში ფედერალიზაციის მომხრეები მოსახლეობას ანტიკიევურ ძალებში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ. უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩო ოფიციალური კიევის ანტიტერორისტულ ოპერაციას მიესალმება და რუსეთის ფედერაციას სეპარატისტებზე გავლენის მოხდენისკენ მოუწოდებს. ნახეთ ჩვენი მიმოხილვა. უკრაინის აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება. სლავიანსკში ამბოხებულებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. ოდესის ცენტრში კი 1000-მდე ფედერალიზაციის მომხრეს მილიციის შენობა აქვს ბლოკირებული და არეულობის დროს დაკავებული პრორუსი აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. კონფლიქტის ფონზე რეგიონებში ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტები გახშირდა. დღეს ლუგანსკში უცნობებმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს. ოდესის ერთ-ერთ რაიონში კი ნიღბიანებმა ბენზინგასამართის სადგურიდან 146,000 გრივნის ოდენობის თანხა მიიტაცეს. რაც ოდესაში მოხდა იმის პატიება შეუძლებელია. უკრაინა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ჩვენი მთავრობის მოწინააღმდეგე ვარ. უბრალოდ ვერ მივიღებ მათ. სოციალურ ქსელ Facebook-ში გაიხსნა ჯგუფი, რომელიც 2014 წლის 11 მაისს დონეცკის, ლუგანსკისა და დნეპროპეტროვსკის გაერთიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს შეეხება. ინიციატივის ავტორები უკრაინელი პატრიოტები არიან, რომლებიც ქვეყნის ერთიანობის წესრიგისა და მშვიდობის აღდგენას ემსახურებიან. სეპარატისტები კი დონეცკელებს ანტიკიევურ ძალებში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ. მთელ მსოფლიოს ესმის ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. მხოლოდ რუსეთი ცდილობს დახმარების გაწევას. ჩვენ შვილებისა და ოჯახების დაცვა გვსურს. რატომ გვესხმიან თავს? რატომ არ გვაძლევენ მშვიდობიან სლავიანსკში ცხოვრების უფლებას? ჩვენ იარაღს არა ომისთვის, არამედ შვილების დასაცავად ვიყენებთ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოდესაში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ მილიციასა და ძალოვანებს დააკისრა და საქმის ამომწირავი და მიუკერძოებელი გამოძიების პირობა დადო. უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ყველა შესაძლებლობას მიმართავს, რათა ოდესაში დაღუპულთა ოჯახებს მატერიალურად დავეხმაროთ. რაც შეეხება დონეცკში ანტიტერორისტულ ოპერაციას, რეგიონზე კონტროლი მთლიანად არ დაგვიკარგავს, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ მოსახლეობა რამდენად დაუჭერს მხარს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დონეცკში სამოქალაქო ფრონტის გამწვავების ფონზე რუსეთის საგარეო უწყება ეუთოსა და ევროსაბჭოსგან ოდესაში გატარებული სადამსჯელო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეფასებას მოითხოვს. უკრაინის ხელისუფლებას არ შესწევს უნარის საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში სიტუაცია დაასტაბილუროს და ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებით ჟენევის პრინციპებს არ ღვევს. სისხლისღვრის შესაჩერებლად კიევისა და აღმოსავლეთის წარმომადგენლებს დიალოგის მაგიდასთან უახლოეს დღეებში მივიწვევთ. რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს შეერთებული შტატები, რომელიც შესაძლოა რამდენიმე დღეში ამოქმედდეს.